მოგესალმებით, მე ვარ კოკო ბარათაშვილი და რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა ესეთი რაღაც მითხრა, რომ ცნობილი ადამიანების ადგილას რო ვიყო, ავტოგრაფს არავის არ მივცემდიო. რო ვკითხე რატო თქო, რა იცი ხელს რაზე გაწერინებსო. თავიდან რა თქმა უნდა გამეცინა, მაგრამ მე რო დავფიქრდი მივხვდი, რომ იმდენად ვართ ქართველები კანონდარღვევას მიჩვეულები, რომ აბსოლუტურად ყველაფერს ევჭის თვალით უყურებთ. აი მე პირად რაც არ უნდა მართალი ვიყო კანონთან, პატრული რომ აჩერებს ეგრევე ვიძაბები. და აი დავფიქრდი ხო რა არის ამის პრობლემა და მივხვდი რომ პრობლემა არის რაციაში. ანუ რაციაში როგორც არ უნდა გითხრან, შენ აგრესიულად გესმის. აი მაგალითად რო გითხრან, გადააყენე ძვირფასო. შენ გაიგებ რომ გადააყენე, აბა ერთ ძვირფასო რამე ხო არ გიდევს. ზოგადად საჭესთან ძალიან იშვიათად სვამ და აი რამდენჯერაც დავლია, იმდენჯერ გამაჩერა პატრულმა. ნუ ეს ახლა სუფთად გამართლების ამბავია და აი როგორი რაღაც არის, ცით? ადამიანთან რო რეკავდა, რო გადის, მაგრამ არ იღებს და აუ არ იღებს ამის დედაში. ალო. გოეთეს აზრით, კანონი იმისთვის არის, რომ უნდა დაარღვიო. გოეთე ასევე ფიქრობდა, რომ კარგი იქნება თუ ადამიანები ისწავლიან ობიექტურობის ჭეშმარიტად აღქმას. მაგრამ ჩვენის პირველი გავიგეთ, რომელიც გვაწყობდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონს ხშირად ვარღვევთ, აი სხვას ელემენტარულ შეცდომასაც არ ვპატიობთ. აი მე მანქანი დავდივარ და როგორც კი რაღაც შეცდომას დავუშვებ, ეგრევე ველოდები, რომ მეორე მხრიდან ძღოლი მომიყენებს და ესე გადმომხედავს, რომ რა იყო რა. ნუ ამას თავიდან ძალიან ღიზიანდებოდი, მაგრამ მე მივხვდი, რომ ამისგანაც შემეძლო სიამოვნების მიღება და ეხა რაღაც რო დავარღვევ, აქედან ველოდები, რომ გადმომხედოს და ამ დროს ჩემ მანქანაში მუსიკას უწევ და ამის თავის მოძრაობა და ჩემი მუსიკა აждდება ერთმანეთს. კანონდარღვევა რო გვეამაყება, მაგის კარგი მაგალითია, აი ზღვაზე რო ბუიოკამდე მივცურავთ. იქ მივდივართ ხო და აი კანონზე გამარჯვებული სახით ვეკიდებით ხო ბუიოკს და აი სიამაყის გზნობა გვიჩნდება ხო და აი როგორი გზნობა, იცი? ტელევიზორში რო ნაცნობს დაინახავ და ამას ვიცნობ ამ დებილს რა უნდა აქ. და ამ დროს დაკიდებულები ვართ და აი უკან ძლივს მოვდივართ ხო და იმის ვაგივრათ რომ მეგობრებთან მაინც ვაღიაროთ რომ ბიჭო კინაღამ დავიხჩვი ისე ვამაყობ და რას ვამბობთ რომ ბიჭო თან პახმელიაზე ვიყავი გაიგე და ეს ორგანიზმის აღოლ რა მაინც რა. ჩემი აზრით ჩვენი ესეთი დამოკიდებულება გამოიწვია გოგოების რომანტიკულმა დამოკიდებულებამ კანონდარღვევი მამაკაცების მიმართ. ანუ გოგოებს მოწონთ ხო ბიჭები მუხლებს რომ დაუხრიტავენ და ამ გოგოს გამო რომ ვიღაცის დედა შავებს ჩააცმევენ. მაშინ გავყვეთ მორალს და რა გამოდის რომ ანუ თქვენი ლოგიკით ჰიტლერი ყველა ესასურველი მამაკაცია? თუ რა მაგარი იქნა გეები რო გემზე ჩაძირა? კანონი დაიცვა, მაგრამ შენზე მოირგო. მაგის კარგი მაგალითია, ერთხელ ჩემ მეგობართან ერთად მოვდიოდი და ესეთი რაღაც მითხრა რომ ბიჭო გაატარე ეგ სასწრაფო და გაყევი უკანო. ასევე ერთ-ერთ სოფელში ესეთ ფაქტს შევესწარი, სოფლის მოსახლეობა იდგა გამგებელი და ერთმანეთის ძაღლებს აჩხუბებდნენ. ნუ მე ამ ყველაფერს ისე შევხედე როგორც კანონდარღვევას და ყველაზე საინტერესო იცით რა არის, რომ ეს ადამიანები ამ სიტუაციას უყურებდნენ როგორც კულტურულ ღონისძიებას. ცხოველებთან მიმართებაშიც ხშირად ვარღვევთ კანონს და აი მაგის კარგი მაგალითია, კუსგან რო საფერფლეს ვაკეთებთ. ცოტა ხნით წარმოიდგინეთ ცხოველების ადგილას თავი დაუშვათ მელა ხართ. მოდის ცივი ზამთარი და თქვენი სოლი ვიღაცის ცოლს მხარზე აქვს შემოგდებული. აი ბუნებასთან მიმართებაში ძალიან ცუდად ვიქცევით, პარადოქსია ხო რომ ვჭრით ხეს, მე ამ ხისგან ვაკეთებთ ფურცელს იმისთვის რომ იმ ფურცელში ჩავწეროთ რომ ხე არ უნდა მოვჭრათ. რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე ესეთი ნიუსი შემხვდა, რომ შვეიცარიაში გაიხსნა მაღაზია, სადაც შედიხარ, პროდუქტს ყიდულობ, თანხას იხდი და გამოდიხარ. ანუ არც დაცვა არ არის, არავინ არის, შენთვის ხარ რა. პირველი ესეთ სიტუაციაში ქართველებს ხო ის კითხვა გვიჩნდება, რომ აი რო არ გადავიხადო, რას მიხვდებია. აქედან გამომდინარე დავფიქრდი და აი წარმოვიდგინე, რომ იმ მაღაზიაში შეგვიშვან ქართველები რა მოხდება. აქეთ ვიღაცა ცხوارს კლავს. აქეთ ვიღაცა ჯეკ-დენიელს სვამს და რასაცვებს სვამს ამტრევს. და იქით ტოლვილებს სარეცხი აქვთ გაფენილი. იქიდან გამომდინარე, რომ კანონდარღვევას თავს ვერ ვანებებ, ჩემი აზრით უნდა მოვიფიქროთ ისეთი კანონები, რომელიც ჩვენთვის სასარგებლო იქნება. აი მაგალითად დავაკანონოთ ქუჩაში მოღუშული სიარული. ან მოქალაქე ზებრაზე რო გადადის, უნდა დაარტყა. მიუხედავად ესეთ სიტუაციისა, დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ მოდის თაობა, რომელიც ქვეყანაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს,
მაგრამ ეს ღვედი რაღაცა მაინც არაკომფორტულია რა. დიდი მადლობა.